ახლა გავარკვიოთ რა ხდება ნაძალადევის საარჩევნო ოლქში, სადაც 96 უბანია გახსნილი. CSKO-ს წარმომადგენლებმა ცოტა ხნის წინ დააზუსტეს ინფორმაცია, რის მიხედვითაც შესაძლებელია სავარაუდო დასკვნის გაკეთება აქტივობასთან დაკავშირებით. ნიკა მოლოდინაშვილია მოამბის ეთერში. ნიკა, რამდენად აქტიურობს ამორჩეველი? ნაძალადევის საარჩევნო ოლქში არჩევნების პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს, რაც შეეხება უშუალოდ აქტივობასთან დაკავშირებით არსებულ ინფორმაციას, რომელიც ამ დროისთვის საოლქო საარჩევნო კომისიამ მოგვაწოდა 3 საათის ოფიციალური მონაცემებით. ნაძალადევის საარჩევნო ოლქში 30,000-მდე ამომრჩეველი დაფიქსირდა, რაც მთლიანი ამომრჩევლის 24% შეადგენს. მე გეტყვით, რომ ამ დროის მონაცემებით ასევე დაფიქსირებული არის ნაძალადევის საარჩევნო ოლქში 4 საჩივარი შევიდა საარჩევნო კომისიაში, თუმცა ეს საჩივრები ძირითადად ეხება პროცედურულ დარღვევებს, რაც შეეხება ზოგადად უბნების რაოდენობას. გეტყვით, რომ ნაძალადევის საარჩევნო ოლქში 96 საარჩევნო უბანია და მთლიანობაში ამომრჩეველის რაოდენობა 125,880 შეადგენს. 3 საათისთვის ნაძალადევის ოლქში დაფიქსირებული არის 30,500 ამომრჩეველი, რაც 24% შეადგენს. ამ ეტაპზე სიმშვიდეა ნაძალადევის ოლქში, რა თქმა უნდა, დაფიქსირდა რამოდენიმე დარღვევა. ეს ჩვეულებრივი მუშა პროცესია, მაგრამ დარღვევებს ჰქონდა პროცედურული ხასიათი. შესაბამისი რეაგირება გაკეთდა ადგილზე, ყველა დარღვევა ადგილზე აღმოფხვრილია, ამ ეტაპისთვის სიმშვიდეა. აქ არის ზოგადად ერთიან სიაში 1348 კაცი. ამ წუთის მონაცემებით დაახლოებით 20%. რეალურად 337 კაცამდე მოსულია უკვე. ანუ აქტივობა არის თანაბარი, ძალიან ნორმალური, არანაირი ინციდენტს აქ ადგილი არ ქონია. ყველაფერი ნორმალურად მიმდინარეობს და ხმას მივცემ, რა თქმა უნდა, საქართველოს წინვალე მომავალს და ყველამ უნდა იბრძოლოს ამისთვის. ჩვენ რჩებით ნაძალადევის საარჩევნო ოლქში, ვაკვირდებით ხმის მიცემის პროცედურებს, ჯერჯერობით როგორც უკვე გითხარით, რაიმე სერიოზული სახის დარღვევა ამ დროისთვის არ დაფიქსირებულა. დაახლოებით 4 საჩივარი არის შეჭრილი საოლქო საარჩევნო კომისიაში, რომელიც ძირითადად პროცედურულ დარღვევებს ეხება. დიდი მადლობა, ნაძალადევიდან ღია ეთერში ნიკა მოლოდინაშვილი საუბრობდა.